გამარჯობათ მეგობრებო, შეგახსენებთ საკუთარ თავს, ლეილა, გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ, გაუზიაროთ მეგობრებს, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მაშ დღეს გვექნება საუბარი მთვარეზე, ასტროლოგიაზე და როგორ ხასიათდება, ჯერ ას განაგებს მთვარე, მერე როგორ ხასიათდება თითოეულ ნიშანში და როგორი ინტერპრეტაცია უნდა მივცეთ პირად რუკაში. რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ მთვარის ნიშნებში განხილვა, იმიტომ რომ მისი ასპექტირება სხვადასხვა პლანეტებთან, ნიშნებთან კიდე სხვა ელფერს აძლევს შესაბამის პირადი რუკის მფლობელს, ასე ვთქვათ. მაშ დავიწყოთ. მთვარე ზოგადად გვიყვება ადამიანის ფსიქიკის შესახებ, როგორ აღიქვავს ის საკუთარ თავს, როგორ აღიქვავს ის სხვა ადამიანებს, გარემოს, მოვლენებს, რა არის მისი პირველი რეაქცია. ასევე მთვარე გვიყვება ქალის შემთხვევაში თუ როგორი მეუღლე იქნება და როგორი დედა იქნება. მამაკაცის შემთხვევაში ის გვიყვება პარტნიორის შესახებ. და რაც შეეხება ზოგადად მთვარეს კიდევ გვიყვება როგორ აღგზარდა დედამ, ბებიამ, ანუ ვინც ქალის ფიგურა, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაზე დიდი კვალი დატოვა, ანუ ძალიან იმოქმედა, აღგზარდა და ეს აუცილებლად ქალის ფიგურაა. ხო, ანუ ძირთად დედაზე მიგვითითებს, მაგრამ თუ ვიღაც შეიძლება დედა ყავს გარდაცვლილი, ან არ ყავს გარდაცვლილი, უბრალოდ სხვასთან, ანუ სხვა ქალთან იზრდებოდა, ხო? ბებია იქნება, მამიდა იქნება თუ სხვა. მაშ ასე შევუდგეთ საქმეს განხილვას, სხვადასხვა ნიშნები, როგორ წარმოდგენ საკუთარ თავს. მთვარე მორიელში არის ხალხი, მიდრეკილი, ჯერთი ინტუიცია აქვს ძალიან ძლიერი. შეიძლება გრძნობდნენ სიკვდილ სიცოცხლეს, ანუ ვინ როდის და თქვათ ვიღაც თუ არის ორსულად, უცებ გითხრათ, რა შენ ხარ ორსულად, გრძნობ რომ ორსულად ხარ, ან ვიღაცის გარდაცვალება შეიძლება გრძნობდნენ. აი ესეთი სასწაული რაღაცები შეუძლია მთვარე მორიელს. მთვარე მორიელს ასევე ეზოთერიკისკენ აქვს მიდრეკილება და ყველაფერი ესეთი ეზოთერული, მაგიური იტაცებს, ან მოსწონს, ხიბლავს. ასევე მთვარე მორიელები არიან თით როგორ ტიპაჟი, აი სულ რო გაკვირდებიან, სულ რო ესე რაღაც ეჭვის თვალით და სულ რო ისე ცდილობენ რომ შენი ყველა ქცევა და თვისება აკონტროლონ. და შეიძლება ეს რა თქმა უნდა შემაწუხებელიც იყოს მეორე ადამიანისთვის, ხო? ასევე იცის როგორ მოგხიბლოთ. აი მთვარე მორიელებმა იციან როგორ მოგხიბლოთ. იციან ეს ენერგიები ძალიან კარგად, ძალიან სექსუალურები არიან, ეხლა ისეც მორიელი, ხო? მთვარე მორიელში ფსიქოლოგიურადაც, ანუ აი შენზე აქცენ ისეთ ზეგავლენას, რომ აი ეს ადამიანი, აი შინაგანად იტყურა, ის ძალიან სექსუალურია, ძალიან მიზიდავს, მასთან მინდა, ესეთი ისინი შეიძლება გაგიჩნდეს. მთვარე მორიელში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მართვა, დახარისხება, სურათის სრულად დანახვა. მთვარე მორიელებში არიან ძალიან კარგი ფსიქოთერაპევტები სხვათა შორის და ძალიან კარგი მსმენელები არიან. შეუძლიათ რომ ის საათობრივად გისმინონ და შემდეგ ვთქვათ დაგაკვალიან, რისი გაკეთება შეგიძლია. ან სხვადასხვა გზები დაგანახონ. კი ბატონო, ანუ იცით რომ დროში უნდა ჩავეტიოთ, შესაბამისად აქ შევწყვიტავ და ხო, ამას ვიტყვი ეს უცებ. მთვარე მორიელებში არიან ზოგადად მკაცრი მშობლები და თუმცა მკაცრები არიან, თუმცაღა ამავდროულად ემოციურად ძალიან, ანუ მათთვის ბავშვები, შვილები არიან ძალიან მნიშვნელოვნები. შესაბამისად, მაქსიმალურად გადაეფარება თავის შვილს და ემოციურადაც აძლევს ემოციურ მასად საკუთარ შვილთან აქვთ ეს მომენტი და კარგი მშობლები არიან, თუმცა თუ აი ამ სიმკაცრეს მთვარე მორიელში არ აკონტროლებს, შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მივიდეთ, რა თქმა უნდა. მოკლედ, აქ უნდა შევწყვიტოთ თქვენი ცნებართვით და მე სხვა ვიდეოებში შეიძლება კიდე შევეხოთ აი ამ საკითხებს.